მედიკამენტების ფასის ფორმირებაზე მსჯელობისას ერთია სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის სურვილი. წამალი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უკავშირდება, იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. თუმცა ამ პროცესში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს ბაზარი, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ წარმოებას, ასევე იმპორტირებულ პროდუქციას. საპარლამენტო კომისიაში გამართულ შეხვედრებზე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფასებზე მოქმედ ფაქტორებზე, მათ შორის გლობალურ ტენდენციებსა და რეგულაციებზე. როგორ ხედავს სექტორი ფასების შემცირების შესაძლებლობას, როგორ მუშაობს რეფერენტული ფასების პოლიტიკა, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ირაკლი მარგველაშვილთან ერთად გავაანალიზებთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემას სტუმრობისთვის. წინა გადაცემაში ჩვენ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ რიტეილ სექტორში სასურსათო პროდუქტებთან მიმართებაში როგორი სურათი ჰქონდა და ქსელის და აი ამ ჯაჭვის ყველა მონაწილესთან მეტნაკლებად მიმოვიხილეთ თუ რა მდგომარეობა გვაქვს ან რა მოლოდინები უნდა გქონდეს. რა მოლოდინები უნდა გქონდეს საზოგადოებას ამ შემთხვევაში მედიკამენტებთან მიმართებაში. თითქოს ჩდება შთაბეჭდილება, რომ ეს 7000 მედიკამენტი, რომელზეც არის რეფერენტული ფასი, თუ დავუმატებთ დაახლოებით იმ დანარჩენ 3000 რაღაც მედიკამენტს, საბოლოო ჯამში ძირითად მედიკამენტი 11000-ია, თუ სწორად ვიცი ბუნებრივია და მივიღებთ შედარებით უკეთეს მდგომარეობას. ანუ საზოგადოების მოლოდინი, რომ ფასები მედიკამენტებზე შეიძლება შემცირდეს, რამდენად რეალურია? მოგესალმებით, დიდი მადლობა. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, აქტუალური თემა ყოველთვის იყო და არის და იქნება და არა მარტო საქართველოს მედიკამენტის ფასი. ჩვენ მე არაერთხელ მithქვავს და თქვენ სტუდიაშიც თქვი, რომ აქ ჩვენ საუბარი ალბათ უფრო უპრიანია ვილაპარაკოთ. ყველაზე მეტად ჩვენ გვაწუხებს დანახარჯი მედიკამენტზე. თუმცა დანახარჯი მედიკამენტზე შედგება არა მარტო მისი ფასისგან, არამედ შედგება დავიწყოთ რამდენად საერთოდ თქვა კონკრეტული მედიკამენტი ჭირდება ამ რაოდენობით ისეთ კომისიის მათ შორის შეხვედრებზე იყო საუბარი ისეთ პრობლემებზე, როგორც არის არასწორად დანაშაული მედიკამენტები, პოლიპრაგმაზია. ანუ რეალურად ადამიანს ის კი არ აწუხებს კონკრეტულად რომ ეს მედიკამენტი საბოლოო ჯამში ადამიანს ანგარიშობს თავის დანახარჯს, რომ ჩვენ ვანგარიშობ დანახარჯებს, რამდენი დატოვა აფთიაქში და რა შედეგი მოუტანა ამან, ხომ ასეა, ხო და რა თქმა უნდა, აი ამ აისბერგის წვერვალი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დაღზე ვნახოთ, ეს არის ფასი. რომლის შედარებაც ხდება ყოველთვის ხშირად ადვილად შედარებადია, ხო, რომ ფასი თქვა აღღირს აქ, ამ ქვეყანაში ღირს აქ და ჩვენ ამას ვადარებთ. ჯერ თუ საუბრობთ პირობითად ერთვის წინ იყო სხვა ფასი, დღეს არის მკვეთრად გაზრდილი. იგივე დაუშვათ მედიკამენტს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიძახით რაღაცა მოცემულობაზე, რომელიც შედარება ადვილია, იყო მეტი ან ნაკლები შევადარებთ. ახლა იმ პროცესზე, რომელიც რეფერენტული ფასების შემოღება საქართველოში მოიტანა, ცალსახად შედეგი მივიღეთ სხვადასხვა მედიკამენტებზე, სხვადასხვა მოცულობით, სხვადასხვა მედიკამენტებზე, ყველაზე ერთნაირად არ შეიცვალა ფასი. რამოდენიმეზე შეიძლება საერთოდ არ შეიცვალა ფასი, იმიტომ რომ დავარქვათ, რომ იმ კონკრეტული მედიკამენტისთვის ის იყო სამართლიანი ფასი. სამართლიანი გათვალისწინებით მისი ყველა სპეციფიკიდან მოწოდების ქვეყნიდან, ასე შემდეგ თვითონ ჯაჭვში განაწილებიდან, ფასნამატებიდან და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებიდან. უკვე იმ მედიკამენტზე 7026 მედიკამენტია ახლა რეფერენტულ ფასწარმოქმნის სიაში, ფასების შემცირება 15, 20, 25, ზოგზე 40%-ს მოხდა. ანუ ეს უკვე მნიშვნელოვანი შედეგია. მეორეა, რომ ეს შედეგი რამდენად, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს უნდა რომ ეს შედეგი უფრო მეტი იყოს, ხო? და აუცილებლად მნიშვნელოვანია ხა იგივე ძალიან ხშირად ჩვენ ვახსენებთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად თურქეთს, ხო? თურქეთის მოსახლეობაზე არაერთი გამოკითხვით თურქეთის მოსახლეობა უკმაყოფილოა მედიკამენტების ფასებით. ბატონო ირაკლი, გვეჩვენება? არა მზა არა. ცუდი პრაქტიკულად ყველა გველაპარაკება, არა მხოლოდ თქვენ, არამედ ამ სექტორის თუ სხვა წარმომადგენლებიც, რომ რეალურად ფასები შემცირდა, მაგრამ ფასის ჩვენ ხომ უნდა დავინახოთ, მე თქვენს მოქალაქეები ვართ. შევდივართ აფთიაქში, ვყიდულობთ ამ მედიკამენტს. სად ჩანს რომ ფასი შემცირებული, აი ამის კითხვა მინდა და მართლა აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, რომ ან გვეჩვენება, ან რეალურად ფასები არ არის შემცირებული. არაფერი, რა თქმა უნდა, ამას არც ვიტყვი და ვერც ვიტყვი რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია, საჯანდრო სამინისტროს გააჩნია სტატისტიკა კონკრეტული მედიკამენტებზე, შეიძლება ავიღოთ და შევადაროთ, უბრალოდ ძალიან ციფრებია, ხო? თუ ჩვენ საუბრობთ ცვლილებაზე, ამ შემთხვევაში შევადაროთ, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული მედიკამენტების ფასები შევადაროთ დროის გარკვეულ მონაკვეთში და არ ვთქვათ ვილაპარაკოთ უფრო დეფინიციებით სამართლიანობაზე და არა ვთქვათ ძალიან მარტივი შედარებადია, ხო? აი მედიკამენტებზე, რომლებზეც თვითონ ჯანდაცვის სამინისტროც საუბრობს, ფარმაცევტული კერძო სექტორიც, რომ მედიკამენტებზე და რეალურად მოხდა ფასების შემცირება, სხვა კომპონენტის
გამოყენებით ეს იყო მოწოდებლის ფასის შემცირება, ზოგ შემთხვევაში მარჟას რეფერენდუმმა ფასმა დააწესა ფასი. მოდით ასე ვისაუბროთ. სამართლიანია თუ არა ფასი. ჩვენი შეგრძნება სიძვირის თუ თქვათ ეს იაფია თუ ზვირი გამომდინარეობს ჩვენი ჯიბიდან, რა თქმა უნდა. თუმცა ადამიანს დღეს ხილოს ფასს წამოს ამ ფასად და სხვა ფასად, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოა და ელოდება რომ პროცესი შემცირდება. ახლა დაუბრუნდეთ მედიკამენტის ფასს, ხო? დავუშვათ ჩვენ ვიღებთ რეფერენტული ფასი, 7000 მედიკამენტზე რეფერენტული ფასი. გვაქვს 4 ქვეყანა. 4 ქვეყანაში მეტნაკლებად ჩვენ ყველაზე ერთნაირი ქვეყნები არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მეტნაკლებად თქვათ ახლოს არის. ავიღოთ ჩრდილოეთ მაკედონია, მაგალითისთვის ერთ-ერთი რეფერენტული ქვეყანა. და ვიძახით, რომ მედიკამენტის ფასი, ჩვენთან არსებული მედიკამენტის ფასი არ იქნება იმაზე ძვირი, იმიტომ ამ 4 ქვეყანაში ვიღებთ ყველაზე მინიმალურს, ხო? ამ შემთხვევაში ეს მედიკამენტის ფასი თუ მაკედონიაში არსებული მედიკამენტის ფასის ანალოგია და ანალოგია, იმიტომ რეფერენტია, ძვირია თუ იაფია. თუ ჩვენ აქედან გავითვალისწინებ კიდე იმ კომპონენტს, რომ თქვა იგივე ჩრდილოეთ მაკედონიის ძირითადი მომარაგებელი, მაგრამ სერბეთი, გერმანია, ლოგისტიკურად არის იქვე მდებარეობა. ანუ მე იმის გვამინდა, რომ როცა ერთ-ერთიც ვადარებთ და ვიღებთ თქვა აი ამ ქვეყნებს ევროპის, ამ შემთხვევაში იმასაც თუ გავითვალისწინებთ. არასწორი მოდელები გვაქვს აღებული, იქნება არასწორად გვაქვს თვითონ რეფერენტული ფასი დათვლილი და ეს არის მთავარი პრობლემა და არა მხოლოდ ის, რომ დაუშვათ დანარჩენ მედიკამენტებზე არ აქვს რეფერენტული ფასი. მათ შორის მაკედონიის მაგალითი რამდენად ადეკვატურია საქართველოს მოქალაქეებისთვის მოსაყვანად? ადეკვატური საქართველოს ანუ ევროშერჩეული იყო ქვეყნები, სადაც რომელთაც დაუშვათ ჯანდაცვის ბიუჯეტები, მოსახლეობის შემოსავალი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჯიბიდან დანახარჯი. აი თავარი რა არის ჯიბიდან დანახარჯი, ხო? საქართველოს ჯიბიდან დანახარჯი ახლა დაახლოებით არის 45%. გაცხადებული მიზანი სახელმწიფოს არის 2030 წლისთვის ჩამოვიდეს 25%. მაკედონიაში ხო? დაახლოებით ესე ანალოგიური სტატისტიკაა. ამიტომაც ჩვენ ვერ შევედრებით დაუშვათ გერმანიას, რომელსაც აქვს თქვა ჯიბიდან დანახარჯი აქვს 10 ჯერ ნაკლები, ხო? ამიტომ ეს ქვეყნების შერჩევა, ბულგარეთი, ლატვია, მაკედონია და მონტენეგრო, შუა მაკედონია და მონტენეგრო ყველაზე ადეკვატური ქვეყნები იყო შერჩეული აი ამ ევროპული ქვეყნებიდან. შესაბამისად, მე მეთოდოლოგია ვცანე თქვენ, მეთოდოლოგია არის აპრობირებული მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. აქ არ იყო მოგონილი არანაირი ველოსიპედი, ეს არის რაღაცა თქვა ადაპტირებული იყო, ამაზე დიდი წლების განმავლობაში რაღაც მოსამზადებელი მუშაობაც იყო, თუმცა არაერთგზა მithქვავს, რომ მაინც რაღაც პროცესები ძალიან სწრაფად წავიდა. ანუ რაღაც პროცესები ძალიან შედარებით არ იყო ადეკვატურად მომზადებული, მაგრამ პროცესში ეს ხარვეზები ნელა აღმოეფრა. მეთოდოლოგია არ არის ჩვენი მოგონილი. აქ მეთოდოლოგია არის აპრობირებულია ძალიან ბევრ ქვეყანაში ძალიან კარგი შედეგები გამოიტანა. ანუ მეთოდოლოგიას თვლიდობ პრინციპში აბსოლუტურად მისაღები მეთოდოლოგია და კარგი მეთოდოლოგია. და ეს არის ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ქვეყნების შერჩევაც თუ ავიღებთ ამ კომპონენტს არის. ანუ თქვენ კითხვაზე პასუხი რომ შედეგი იყო, თორე შედეგი უკვე არის. კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ მეტი იყოს შედეგი, მაგრამ ამ შემთხვევაში სტატისტიკა შეიძლება ავიღოთ და ძირითადში აქცენტი არის რომ მედიკამენტების ის ნაწილი რომელსაც არ გავცელდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, იცით გავითვალისწინოთ რომ ჩვენ ლაპარაკობთ რეცეპტორულ და არარეცეპტორულ მედიკამენტებზე. უმეტეს ქვეყნებში ევროპაში და მსოფლიოში რეგულირდება ფასი რეცეპტორულ მედიკამენტებზე. ჩვენ საქართველოში გვაქვს როგორც რეცეპტორულებზე, ასევე არარეცეპტორულებზე, ხო? აქედან გამომდინარე, ძალიან რთული პროცესია არარეცეპტორული ფასების რეგულაცია, იმიტომ რომ ძალიან მრავალი მედიკამენტი ერთმანეთს უნდა შევადაროთ, შევაფასოთ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რაც მიღებულია ამ მედიკამენტებზე, აქ ფასი არის შემცირებული კიდევ ერთხელ ვიზახით 15 და დაახლოებით 35-40%-მდე. მეორეა რომ გავრცელება მოიტანს თუ არა, რა თქმა უნდა მოიტანს შედეგს ცალსაღად, იმიტომ რომ ეს უკვე არსებული სტატისტიკა გვადლებს ამის საშუალებას. მესამე 3000 რაღაც მედიკამენტი იმდენად ძვირია რომ ბალანსის კუთხითაც ანუ რეალურად დღეს ვიღებთ უფრო მეტად გაძვირებულს ვიდრე საბოლოო ჯამში არის გაძვირებული? ну ამ ტერმინოლოგიით იმდენად ძვირია ჩვენ შეხავ საუბრობთ საერთო სურათზე როგორი მოქმედებს ხო ტერმინოლოგიით ვისაუბრო რომელიცაც საქართველოს მოსახლეობა სარგებლობთ ყველანი და არა დაუშვათ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების ტერმინოლოგიით თუმცა რეალურად თავარ კითხვას პასუხი მინდა 3500 მედიკამენტის დამატება თქვენი გადმოსახედა ბუნებრივია შეცვლის თუ არა სურათს და გაიაფება თუ არა გაიაფებს თუ არა მედიკამენტს ცალსაღად შეცვლის სურათს ისე როგორც შეცვალა სურათი და შეიძლება ზოგიერთ მედიკამენტზე უფრო მეტიც იქნება
იქნება, შედეგი უფრო შედეგიანი იქნება. ზოგიერთ მედიკამენტ, ანუ ერთნაირად არ მოხდება, იმიტომ რომ მედიკამენტებზე ფასდამატები, მედიკამენტების წასასწრაფობის სტრუქტურა სხვა და სხვა, ანუ ყველა მედიკამენტი ერთნაირი არ არის. მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ მედიკამენტის ფასების სოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგია და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ვერაფერს ახალს ჩვენ ვერ მოვიგონებთ, გარდა იმისა რომ კარგად ადაპტირება გავაკეთოთ და კარგი მონიტორინგი გავაკეთოთ. მედიკამენტების რეფერენტულ ფასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოვიყენოთ ის კომპონენტი, რასაც ქვია მედიკამენტების ადეკვატური მოხმარება, პოლიპრაგმაზია ვახსენე და არაერთხელ და ამას ეს უდიდესი პრობლემაა დანახაჯებში და ასევე მნიშვნელოვანია რომ ამ მედიკამენტების ფასებთან ამ პრობლემასთან ასე ვთქვათ ჭიდილში არ გაგვეპაროს რომელიმე მედიკამენტის დეფიციტი. რა შეიძლება გაგვეპაროს, იმიტომ რომ ფასი ძალიან მნიშვნელოვანია, უნიშნულოვანესია, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს ხო ფიზიკურად მედიკამენტი. იმ 7000 მედიკამენტზე, როდესაც რეფერენტული ფასი დავაწესეთ, დავუშვათ ამ რომელიმე მიმართულებით დეფიციტი მივიღეთ სახეზე? დროებითი დეფიციტები ქონდა, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან აღმოიფხრო დეფიციტები. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ აი ესეთი დეფიციტი, რომელიღაც მედიკამენტი, რომელიღაც ჯგუფი არ არის, მსგავს დეფიციტი არ გვაქვს. იყო მომენტები, დეფიციტური მომენტები შექმნა ხანმოკლე, მაგრამ ძალიან სწრაფად რეაგირება მოხდა გადახედვა კონკრეტული ფასის, მოხდა გადახედვა პოლიტიკის მიდგომის კონკრეტულ მედიკამენტთან. კიდევ რა იყო, იცით, თავიდან მიზეზი, რომ ძალიან სწრაფად დაიწყო პროცესი. როცა ფარმაცევტული კომპანია, ნებისმიერი კომპანია, რომელიც რაღაც თავის აქტიურობას გეგმავს, ცოტა სიფრთხილით უყურებს ამას ყველაფერს. ხო, იმიტომ რომ მედიკამენტების შემოტანას მისი საქართველოში მოხდება, ეს ჯაჭვი გრძელდება დაახლოებით წელიწადი. ანუ დაიგეგმა, იწარმოა, დასაწყობდა, შემოვიდა. პლუს რეგულატორული მექანიზმი მედიკამენტების, რეგისტრაციების ურთულესი, ყველაზე რთული პროდუქტი არის მედიკამენტი. აი წარმოგიდგენთ ერთწლიანი ჯაჭვი უნდა დაგეგმოს. როდესაც ქვეყანა ცვლის რეგულაციას, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, კერძო სექტორი აუცილებლად ცოტა სიფრთხილით უყურებს მოლოდინები. ამიტომაც თავიდან ეს მოლოდინები იყო, შემდეგ გამოჩნდა რომ მეთოდოლოგია მიდის ასე ვთქვათ კანონზომიერად რისკები ამ შემთხვევაში კომპანიების მხრიდანაც იყო შეფასებული როგორც დაბალი, ანუ დაბალი რისკი იმისა რომ ხვალ რაღაცა რადიკალურად შეიცვლება და ეს შემოტანილი მედიკამენტები რაღაცა ძალიან დაბალი ისეთი ფასი დაედება რომ ფიზიკურად წამგებიანი გახდება, ხო? ამიტომაც ვიძახით, თავიდან იყო მომენტები, მე ეს მომენტები აღმოიფხვრა, კომისია მუშაობს სამინისტროში, კომუნიკაცია გვაქვს, არის შემუშავებული მექანიზმები, რომელთაც კომპანიას შეუძლია დაამტკიცოს, ოღონდ აბსოლუტურად უნდა ქონდეს ძალიან ძლიერი არგუმენტები, რომ ეს ფასი არის ადეკვატური თუ არ არის ადეკვატური. და პლუს ამ შემთხვევაში კი აღნიშნულოვანია კიდე რომ არაერთხელ ვახსენე რომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ საერთოდ ფასთა პოლიტიკაზე და მათ შორის სხვადასხვა ჩარევის მექანიზმებზე. ეს ყველა ჩარება უნდა იყოს კანონზომიერი, მაგალითად პარალელური იმპორტების გახსნა, მაგრამ თავისი მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, მაგრამ ის მაგალითად აბსოლუტურად, აი ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია, მაგრამ ამან მოიტანა ხანმოკლე შედეგი. ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი შედეგი, ჩვენ გვჭირდება სტაბილური შედეგი და ჩვენ გვჭირდება შედეგი, რომელიც აი ეტაპობრივად სულ გვექნება მედიკამენტების ფასების უფრო ხელმისაწვდომობის გაზრდა. რა არის ეს შედეგი? აი შედეგი რის? რა უნდა იყოს ეს? ეს შედეგი უნდა იყოს. ეს შედეგი მივიღოთ. კი, აბსოლუტურად, ეს შედეგი უნდა იყოს პირველ რეფერენტულების გაგრძელება, აუცილებლად რეფერენტულების. ადგილობრივი წარმოების განვითარება, რატო ვახსენებთ იცით თურქეთს? თურქეთი ჩვენთვის არის მაგალითი, იმიტომ რომ ყველა ჩვენი აი ნებისმიერი ადამიანი მეც თქვენს რომ მიბრძანდებით, ხედავთ რომ რაღაც მედიკამენტების ფასი არის დაბალი და რატო? ამას ხო მიზეზი აქვს თავის. პირველი ისა რომ თურქეთი რომელიც ფარმაცევტული ბაზარი გავიგეთ რომ 11 მილიარდია ჩვენი პატარა ბაზარია, მაგრამ 90% მედიკამენტების რომლებიც თურქეთში არის, ოღონდ სასაინტერესოა კი არ არის აუცილებელია თურქული მედიკამენტი იყოს, ანუ თურქელი მწარმოებლის იყოს, ქარხანა გაშენებული საერთაშორისო კომპანიას. ანუ ადგილობრივების წარმოების განვითარება. ამის რესურსი გვაქვს? რა ჩვენ გვაქვს დღეს საქართველოში რამოდენიმე ფარმაცევტული ქარხანა. ეს ქარხანები ვითარდება, ინვესტიციებს ამაში დებს და იყო გამოსვლებში ზარაიზი. ხარისხობრივად რამდენად ისეთ პროდუქტს ქმნის, როგორც დაუშვათ მისი ანალოგი, რომელიმე იმპორტირებული პროდუქტია. ამ კუთხით არაერთხელ ალბათ თქვენც მოგისმენიათ, რომ რამდენად არის კი შესაბამისობაში. მე შემიძლია თამამად გითხრათ, როგორც არის ამ დარგში 25 წელიწადი, რომ ეს არის აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი, ჯენერიული პროდუქცია. ვინაიდან საქართველოში იგივე რეგულაციები და ძალიან გამკაცრებული რეგულაციები, ხარისხობრივი მოთხოვნებიც აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაიმე მედიკამენტი, რომლის ხარისხზე შეიძლება ჩვენ ეჭვი შეგვეპაროს, საქართველოში მოხდეს. ანუ ან მიმოქცევაში იყოს. იცი, ამის მაგალითი ის არის, რომ 78 წარმოებიდან დღეს ჩვენ გვაქვს 3 თუ 4. ეხლა კითხვა, რომ კარგი ეს თუ ცუდია.
ხარისხობრივი გადაწყობისთვის რა თქმა უნდა რთული პროცესია, რამოდენიმე კომპანია არის გადაწყობის პროცესში, ბევრი თანხას მოითხოვს ინვესტიციას, მაგრამ გაქვს თუ არა რესურსი. რესურსი სახეზეა, რომ ეს კომპანიები აფართოებენ წარმოებას, აფართოებენ თავის ასორტიმენტს, ექსპორტზეც გაქვთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, რომ შიდა კონკურენტული გარემო გაიზარდოს. ჩვენ წარმოვადგენთ საერთაშორისო კომპანიას, მაგრამ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ამ ქვეყანაში დავიბადე და პირველ რიგში რაც მინდა, რომ ადგილობრივი რესურსი, რომელიც სტრატეგიურიც არის, იყოს უფრო მეტ კონკურენტ უნარიანი. 90% თურქეთში, ჩვენთან დღეს გვაქვს ალბათ 12-13% ადგილობრივი წარმოება. და ჩვენი საუბრის ბოლოს, რადგან თქვენ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციას წარმოადგენთ, თქვენთვის საქართველოში მუშაობა კონკურენტულია, მათ შორის იგივე ფარმაცევტულ ქსელებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ მე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთანაც დავსვი ეს კითხვა, რამდენად კონკურენტულია დღეს საქართველოში ეს სექტორი და ხომ არ აქვს ადგილი კარტერულ შეთანხმებებს? ძალიან საინტერესო იყო აი ამ საკომის კომისიის გამოსვლაზე იყო საინტერესო ერთ-ერთი კომპანია, რომელიც იქ იყო 3 მსხვილი კომპანია, 4 კომპანია იყო დისტრიბუტორების შეხვედრაზე და კომპანია Impex Pharma-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ იცით რომ მე ვარ იმის მაგალითი, რომ ეს არის კომპანია, რომელიც ისედარებით უფრო ახალგაზრდაა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ ამ ბაზარზე ვიზდებით და უკვე 4-ში შევედით, ანუ კონკურენცია არის. ჩემი მოსაზრებით და ამ შემთხვევაში მე კონკურენცია არსებობს, მაგრამ შეთანხმებული მოქმედებას ხომ არ აქვს ადგილი კომპანიებს შორის? ჩვენთვის თქვენი კითხვა იყო, ჩვენი საერთაშორისო წარმოებლებისთვის არის თუ ფარმაცევტული ჩვენთვის არის კონკურენტული ექსკლუზიური ხელშეკრულებები რაც იყო, ეს პროცესები უკვე აღარ არის, რაღაც ერთეულები დაჭა და ერთეულები რატო დაჭა, იცით რომ არსებობს პატარა მცირე ფარმაცევტულ ბაზრებს აქვს ასეთი პრობლემა, რომ მომწოდებელი ზოგჯერ რაღაცა რაოდენობაზე ნაკლებს ვერ გასვლის, მისთვის არ არის მიზანშეწონილი და ვეღარ ანაწილებს სამივე დისტრიბუტორში და იძულებულია ერთს მისცეს, იმიტომ რომ ნაკლებად მოხმარებოდი საჭირო, მაგრამ ნაკლებად მოხმარებოდი. ამიტომ დღეს ფაქტიურად ყველა ეს ძირითადად იმპორტიორებს ეს კონტრაქტები აქვთ. ფასები როცა ვლაპარაკობთ გარიგებაზე, ანუ მომწოდებლის პირობები ერთი და იგივეა. ყველა ამ მომწოდებლისთვის, აბსოლუტურად მიმღებ დისტრიბუტორისთვის. და მე ვთვლი პირადად, რომ საქართველოში არსებული იმპორტიორები დაახლოებით თუ არ ვსწრები 84-100-მდე იმპორტიორი არის საქართველოში, რომელიც ახორციელებს კონკურენტუნარიანია ეს ბაზარი. ჩვენი მოსაზრებით კარტელური გარიგება, ისეთ არის შემთხვევები, როდესაც არის ეს პროცესები კიდე სასამართლოში არის თუ არ ვსწრები და არის, რომელსაც დავალოდოთ შედეგებს, მაგრამ თუ ცალკეული შემთხვევები იყო, მე აქ არ გამოვრიცხავ, მაგრამ ზოგადად ეს ბაზარი დღეს ესეთი მსგავსი მოვლენები ჩვენ არ გვაქვს. ანუ ჩვენ ვაფასებთ როგორც საკმაოდ მაღალი კონკურენციის ფარმაცევტულ ბაზარს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, სტუმრობისთვის და კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლეთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში ირაკლი მარკოლაშვილი საუბრობდა.